არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი 18 წლის განმავლობაში ვერან არ იპოვა ქართულმა ოცნებამ. ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები დღეს იდენტური ნარატივით ცდილობდნენ, რომ თავს დასხმოდნენ არა რუსეთს, არამედ წინა ხელისუფლებას, ხოლო კითხვაზე, რატომ მიჯნავენ ერთმანეთისაგან წინა ხელისუფლებას და ქვეყანას, მაშინ როდესაც ძალიან ცხადი და ცალსახაა, რომ ის ხელისუფლება წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას და მათი დადანაშაულება არის პირდაპირ ისრების გადატანა საქართველოსკენ. ამაზე პასუხობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოღალატე და ომის დანაშაული არის მისი პასუხისმგებლობა. კითხვა არაერთხელ გავუმეორეთ, არაერთ გზის ვცადეთ, რომ გაგვეგო მათგან სიტყვა ოკუპანტი რუსეთთან მიმართებაში, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს ამ ადგილზეც კი გმირების საფლავების წინაც კი უჭირთ რუსეთისათვის ოკუპანტის დაძახება. ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მიხეილ სააკაშვილს როდესაც ადანაშაულებთ ომის დაწყებაში, საქართველოსაც ადანაშაულებთ. და სწორედ ამაშია საქმე, რომ მოღალატე მთავარსარდალი ყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. და ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი მთავარსარდალი, ეგრეთ წოდებული მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით. აი შეხება რუსეთს. რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა სააკაშვილის და მისი რეჟიმის და ნაცმოძრაობის ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ თავარია რომ ორივე ფაქტს ვიცით სათანადო შეფასება. თქვენ თქვით რომ სააკაშვილმა ანუ საქართველოს დაიწყო ომი, ბატონო ირაკლი, სააკაშვილი წარმოადგენდა საქართველოს მაშინ. სააკაშვილი ეს სისხლიანი ბინძური უცხოელი აგენტი და საქართველოს იყოს ერთ და იგივე. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ეს ბინძური აგენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს იყოს ერთ და იგივე. ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი? იყო გაყალბებით თავზე დასმული უცხოელი აგენტი. გაყალბებაზე თქვენ გარდა ბატონო. აი მე არგუმენტი არსებობს გაყალბების სადემონსტრაციო დადასტურად ბატონო ირაკლი. მხოლოდ მარნეული შედეგები. დაგვისვეს თავზე უცხოელი აგენტი და ამ უცხოელმა აგენტმა შემდეგ შეასრულა დავალება, მან დაიწყო ომი, ისმა სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი და მას მოყვა შესაბამისი გაგრძელება. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის შარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა მაშინდელმა პრეზიდენტმა, რუსეთის პრეზიდენტმა, შემოვიდა ჯარი და 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო ომი. და 7 აგვისტოს რაც მოხდა ეს იყო ის რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მე ხელი მოაწერა რეზოლუცია, სადაც მითითებულია რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი. ამ ხელოვნური, სრულიად ხელოვნური ქართული ხალხისთვის და ქართული კულტურისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააღვიო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას. დაჟინებული თხოვნის მიუხედავად კი მიხეილ ყაველაშვილს რეზოლუცია არავინ მოუტანა. ჩვენ მას ვთხოვეთ ამოეკითხა ამ რეზოლუციიდან კონკრეტული ფრაზა და მოეხდინა ზუსტი ციტირება სწორედ იმ ფრაზის, რომლითაც სპეკულირებს უკვე მრავალი წელია ქართული ოცნება და რომლის საფუძველზეც ცდილობს დააბრალოს წინა ხელისუფლებას, რომ თითქოს მათ თქვეს და დაეთანხმნენ იმ დებულებას, რომ საქართველოს დაიწყო ომი, არა და მსგავსი ტიპის ჩანაწერი ზუსტად იმ ფორმულირებით, როგორითაც ოცნება ცდილობს, არ არსებობს ამ რეზოლუციაში. ამიტომ თავარი კითხვის ადრესატი ამ მიმართულებით, ამიტომ იყო მიხეილ ყაველაშვილი, რომ ის ცდილობდა ეს ნარატივი გამუდმებით განევითარებინა. გარდა ამისა, არსებობდა კითხვა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ არ ახსენა მთელი მონოლოგის განმავლობაში მან რუსეთი როგორც ოკუპანტი და მრავალი ჩაკითხვის შემდეგ თქვა, რომ ის ქვეყანა არის ოკუპანტი, ანუ რუსეთისა და სიტყვა ოკუპანტის ხსენება ერთმანეთის მიყოლებითაც კი უჭირს ქართულ ოცნებას. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ, როგორი პოზიცია ჰქონდა მიხეილ ყაველაშვილს და როგორ სპეკულაციურად ცდილობდა მანიპულაცია მოეხდინა მათ შორის რეზოლუციითაც. 18 წლის წინ ჩვენს სახელმწიფოს მართავდა სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომლებმაც ვერ შეძლეს რომ აერიდებინათ საომარი ვითარება ამ მტერთან, ეგრეთ წოდებულ დამპყრობელთან მოახდინეს ურთიერთობა, მიყიდეს მათ სტრატეგიული ობიექტები, ოკუპანტათაც არ იყო ის ქვეყანა,
დასახელებული. თქვენ ასახელებთ ოკუპანტად ბატონო მიხეილ, არაფერი არ გითქვამთ ამ ხელა კომენტარის განმავლობაში რუსეთის ოკუპაციაზე. არ გითქვამთ რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ისევ საქართველოს აბრალებთ ომის დაწყებას. თქვენ ამბობთ რამეს რუსეთის ოკუპაციაზე? ამბობთ რომ რუსეთი ოკუპანტია? ყველა დავაში ჩვენმა სახელმწიფომ გაიმარჯვა და ყველგან დამტკიცდა რომ ის ქვეყანა არის ოკუპანტი და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, ეს ჩვენი ხელისუფლება. ქვეყანა თუ რუსეთი? ის ქვეყანა თუ რუსეთი ბატონო მიხეილ? თუ გინდა დაგისახელებთ რა არის ამაში. ესე იგი, აბა ვინ უნდა იყოს? ბატონო მიხეილ, ის ქვეყანაა ოკუპანტი თუ რუსეთია ოკუპანტი? თქვენ ახართ აგენტურის წარმომადგენელი მედია საშუალებები, რომლებიც უარყოფთ, რომ რეზოლუციას მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოაწერეს, სადაც რა ეწერა ბატონო მიხეილ რეზოლუციაში? ამოგვიკითხეთ. ციტატა მოგვიყვანეთ რეზოლუციიდან, რასთან დაკავშირებით გაქვთ პრეტენზია? რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია. რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ქართულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა და დაბომბა ცხინვალის. ეს არ წერია იმ რეზოლუციაში. უკაცრავად თქვენ ხართ წარმომადგენლები. წაგვიკითხეთ ბატონო მიხეილ, მაშინ ამოგვიკითხეთ. რა წაგვიკითხეთ? ახლა ზეპირსიტყვიერად გვეუბნებით, არასწორ ინტერპრეტაციას და არასწორ ციტირებას ახდენთ. თუ შეიძლება მომაწოდეთ და რეზოლუციის ტექსტი მართლა უნდა წაუკითხო ეხლა მას. წაგვიკითხეთ, იმიტომ რომ არასწორი ინტერპრეტაცია რასაც ამბობთ. ძალიან გთხოვთ მომაწოდეთ რეზოლუციის ტექსტი უნდა წაუკითხო. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ამ რეზოლუციის შესახებ. ყველა სათანადო პასუხი გაეცემა აი ეს ვაჟბატონი ხან ოდისევსი როა და ხან ნელსონ მანდელა და ხან ილია ჭავჭავაძე და ხან არ ვიცი დავით აღმაშენებელი სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის ერთი საცოდავი მხტალი პიროვნებაა. სანამ ყაველაშვილი რეზოლუციის ტექსტს უშედეგოდ ელოდებოდა, მომდევნო ადამიანი, რომელმაც უცვლელი რიტორიკა გააჟღერა ქართული ოცნების, იყო შალვა პაპუაშვილი. არასერიოზულია ის პასუხობს კითხვას, რომლის შინაარსიც არის ასეთი: არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? ეს არის ყველაზე მარტივი კითხვა, რომელზეც შეეძლო პასუხი გაეცა, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ თავიდან აიცილონ ყველა ის კითხვა, სადაც შეიძლება რომ რაიმე ფორმით თუნდაც ირიბად რუსეთი კრიტიკულად მოიხსენიონ, სანამ ჰიპოთეტურ ოკუპანტ ქვეყანაზე საუბრობდა მათ შორის ყაველაშვილიც და სანამ იგივე ნარატივის გავრცელებას ცდილობდნენ ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებიც, ჯერ კიდევ არ იყვნენ წესულები ამ ტერიტორიიდან გმირების ოჯახის წევრები და ისინი საკუთარი ყურით ისმენდნენ, როგორ საუბრობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ ის ქვეყანა არის ოკუპანტი და არა რუსეთი. ეს ომი არ იქნებოდა მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში, რომ არ ყოფილიყო სააგაშვილის მარიონეტული რეჟიმი და მაშინ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ქართული ოცნების მსგავსი პატრიოტული ძალა. არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა გრევა, არ იქნებოდა მსხვერპლი და 2008 წლის ომი არ იქნებოდა, დიდი ალბათობით არც უკრაინის ომი არ იქნებოდა. ოკუპანტი რუსეთი წინადადებაში არც ერთ ქართული ოცნების წარმომადგენელს, არც ერთ ლიდერს დღეს არ გიხსენებიათ. სწორედ ის რომ გმირები და ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა სააკაშვილის გაუაზრებელ მარიონეტულ მოღალატეობრივ ქცევას და დღეს რომ უნდა გადაფარონ თარიღებით, რუსეთის ხსენება, არხსენებები და ის რომ საქართველოს ეს გრევა მიიღო მაშინ სწორედ მისი დამსახურებით და დღეს ცდილობენ რომ გმირების სახელს ამოეფარონ და ვინ ლაპარაკობს საერთოდ რუსეთზე ადამიანები, რომლებმაც თქვენი ლაპარაკეთ ბატონო შალვა არის თუ არა ოკუპანტი გითხარით? თავარი მტკიცებულებები რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულები ჩადენისა ქვეყნიდან გაიტანეს. ისკანდერის ნამსხვრევები ვის მისცეს? აბა კითხეთ ერთი დაცვიან მოძრაობას სამხედრო ექსპერიმენტებისთვის რომ გასცეს სხვა ქვეყანას გადასცეს მაშინ როდესაც შეიძლება სასამართლო პროცესები ქონდა მოსაგები. წააგოს სააკაშვილმა მაშინ არა მხოლოდ აგვისტოში ომი, მან წააგოს საინფორმაციო ომიც. მაშინ საქართველოს დაიკისრა სანქციები.
მუხათ გვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან ხალხმრავლობა აქ არიან გმირების ოჯახის წევრები, ქართული ოცნების წარმომადგენლებიც მოვიდნენ. ვითომ პატივის მისაგებად გმირებისათვის, თუმცა მათი ნარატივი კვლავ არის უცვლელი იმასთან დაკავშირებით, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, ისინი ისევ ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებენ და ცდილობენ ამ თემით მანიპულირებას, არ ამბობენ კონკრეტულად და ცალსახად ვინ არის ოკუპანტი. არა და ეს არის ყველაზე მარტივი კითხვა, რომელიც მედიას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკვე წლები აქვს ქართულ ოცნებასთან, მას შემდეგ რაც უკვე ცალსახა გახდა მათი პოლიტიკა, მათ შორის რუსეთთან მიმართებითაც, ჩვენ ვერც ერთ ასეთ კითხვაზე მათი პასუხი ისეთ ფორმულირებით, როგორცაც საზოგადოება ელოდება, ვერ მოვისმინეთ, თუმცა ქართული ოცნებისაგან უკვე დიდი ხანია აღარავის უკვირს, რომ ისინი რუსეთს ვერ მოიხსენიებენ ან არ მოიხსენიებენ ოკუპანტად.